შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, რომელსაც 224 დელეგატმა დაუჭირა მხარი. ახალი წესით პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია ირჩევს. ამ სისტემით საქართველოში არჩევნები პირველად ჩატარდა და ეს მოდელი გერმანული და ამერიკული საარჩევნო მოდელის მსგავსია. 300 კაციან კომისიაში კვოტები პროპორციულად არის გადანაწილებული. 211 წევრი ქართულ ოცნებას ყავს, 69 ოპოზიციას და 20 აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან 3 წევრმა, ეთერ ასტემიროვამ, სურაბ ჯგუბურიამ და თემურ ბჟავიამ. ფორმალურად მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადამ მარშანიამ, თუმცა მან ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო ყუთში და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე. მისი თქმით, ქართულ ოცნებას უკეთესი კანდიდატის წარმოდგენა შეეძლო.